მოგესალმებით, თქვენ უყურებთ შინაორულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს, როგორც ყოველთვის, მოგიტანით მარტივი და გამოცდილი რეცეპტი შოკოლადის ტორტი ჟოლოთი, რომელიც არის განსაკუთრებულად გემრიელი და არომატული. მაშა ასე დავიწყოთ. 50 გრამ კაკაოს, 220 გრამი ქვილი და 1 ჩაის კოზის სოდა დავაყაროთ და ავურიოთ. ჯამში ავთქვიფოთ 5 კვერცხი და წიკვი მარილი. ვანილთან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე. აუცილებელია კვერცხი კარგად აითქვიფოს დაახლოებით 7-8 წუთის განმავლობაში. დავამატოთ 125 მილილიტრი რძე და 40 მილილიტრი ზეთი. შემდეგ პორციებად დავაყაროთ არეული მშრალი ინგრედიენტების მასა და კარგად ავურიოთ. მივიღებთ ბისკვიტის ცომს, რომელიც 26 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში ჩავასხათ და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე. ბისკვიტი წვება დაახლოებით 35-40 წუთში, რომელიც შემდეგ ფორმაშივე შევაგრილოთ და გადმოვიღოთ გაცივებული ბისკვიტი, გავჭრათ 3 ტოლ ნაწილად. აუცილებლად ჩაენიშნეთ ამ ბისკვიტის რეცეპტი, რადგან ძალიან ფაფუკი და გემრიელი გამოდის. 300 გრამ ჟოლოს დავაყაროთ 300 გრამი შაქარი და 1 სუფრის კოვზის სახამებელი და ავადუღოთ 5 წუთი. შემდეგ კი გავაცივოთ. 500 მილილიტრ რძეს დავამატოთ 150 გრამი შაქარი და 5 სუფრის კოვზი ქვილი და ავურიოთ. აქვე დავამატოთ 1 კილა შესკელებული რძე და მოვადუღოთ ფაფა მუდმივი მორევით. შემდეგ გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ავთქვიფოთ რბილი 200 გრამი კარაქი და დავამატოთ პორციებად ოთახის ტემპერატურის ფაფა. ავთქვიფოთ კრემი ერთგვაროვან მასამდე. კრემი გამოდის ძალიან გემრიელი. დავიწყოთ ტორტის აწყობა. ფორმაში, რომელშიც გამოვაწვეთ ბისკვიტი, ჩავდოთ ბისკვიტის პირველი ფენა. დავნამოთ კაპუჩინოთი და წაუსვათ კრემი. ზემოდან საკონდიტრო ტომბრით კრემზე დავადოთ ჟოლოს კონფი და ისევ დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა, რომელიც ასევე დავნამოთ კაპუჩინოთი. ისევ წაუსვათ კრემი და კვლავ მეორე ფენასაც დავადოთ ჟოლოს კონფი. მესამე ფენას ვადებთ ზემოდან და წაუსვამთ მხოლოდ კრემს. შემდეგ ფორმაშივე გადავაკრათ სამზარეულოს პარკი და შევდგათ მაცივარში 2 საათით. მაცივრიდან გამოტანილ ტორტს ირგვლივ მოვაყაროთ ბისკვიტის გადანაჭრელი ქუდი, რომელიც ჩვენ დავშვენით. მოვამზადოთ შოკოლადის მარტივი კრემი. გავალღოთ 100 გრამი შოკოლადი და დავამატოთ 50 გრამი კარაქი და ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე. მივიღებთ ძალიან გემრიელ შოკოლადის კრემს, რომელიც ძალიან კარგია კრემის როგორც მოსართავად, ისე გასალესად. შოკოლადის კრემით ტორტი მოვთობთ სურვილისამებრ. აუცილებლად მოამზადეთ ეს მარტივად მოსამზადებელი შოკოლადესი ტორტი, რომელიც ჟოლოს გემოთია გაჯერებული, თუმცა შეგიძლიათ სხვა ხილითაც მოამზადოთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.